ეცეთ ჟანრის კლასიკა არის ახლა ადამიანები რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს ამ ქვეყანაში კატაკლიზმურ ცვლილებებს ყველა ეტაპზე როდესაც იცვლებოდა ფუნდამენტურად ესა თუ ის წყობა და ჩვენ რამდენიმე ამისი მომსწრე ვართ მეც და აგერ დავითიც რა თქმა უნდა ჩვენი ასაკი გვიწყობს ხელს ეს არის ჟანრის კლასიკის მიხედვით ყოველთვის ბოლო პერიოდის ძალიან გამკაცრებული გამოცხადებები და პროპაგანდისტული ნაწილი ამაში არაფერი არ არის ესე იგი უცნობი ჩვენ თუ გადავხედოთ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველა რეჟიმი დამთავრების წინ აი ესეთი კატეგორიული ტონით გამოდიოდა არავითარი საშიშროება ამაში არ არის იმიტომ რომ ამას მიჩვეულები ვართ და ყველა თაობამ გაიარა ეს ბოლო თაობა იყო ჩემზე უფრო პატარა თაობა რომელსაც ჩვენთან ერთად დიდი ბოდიში ამ სიტყვებისთვის მაგრამ რუსთაველზე დეკემბერში სისხლი არ წევინეს ქუჩაში მათაც გამოცადეს ეს ანუ ჩვენ შევიძინეთ ძალიან დიდი გამოცდილება და ყველა თაობა ბრძოლის უნარიანი მე ვგულისხმობ მშვიდობიანი ბრძოლის უნარიანი ყველა თაობა მოესწრო 30 წლის განმავლობაში ყველა ასე ვთქვათ პატერნს რაც მთავრობებს გააჩნიათ ამიტომ ეს არ არის ჩვენთვის ახალი არ არის შემაშინებელი და რაც შეეხება მეორე საკითხს, მე იმ შემართებით ვარ, რომ 4-ში უნდა დასრულდეს საქართველოში ის რევოლუცია, რომელიც ჩემი ღრმარწმენით 300 დღის წინ, მინიმუმ 300 დღის წინ დაიწყო, როდესაც ბატონ მაკაბახიძემ განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს კონსტიტუციის შესრულებაზე. მაშინ დაიწყო რევოლუცია და ჩემი აზრით სიმბოლურია, რომ 4-ში ის დასრულდება. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ იცით რა, 4, 5, 6, მე არ ვიცი რა თქმა უნდა რა მოხდება, მაგრამ მე მაქვს აბსოლუტური განცდა, რომ ის 4-ში უნდა დაიწყოს და 4-ში უნდა დასრულდეს. უბრალოდ აქ უნდა იყოს ბევრი ადამიანი და იქნება ბევრი ადამიანი, ვინც ყოველდღე ჩემთან ერთად, დავითთან ერთად და ვინც რუსთაველზე არის, ან კიდე ვინც ადევნებს თვალყურს და ჩართული არის, შეიძლება ფიზიკურად ისინი არ არიან რაღაცა გარკვეული მოსაზრებების გამო რუსთაველზე, მაგრამ ჰაერში იგრძნობა მშვიდობიანი რევოლუციის სული და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, ყოველ შემთხვევაში მე შინაგანი განცდა მაქვს ისეთი, რომ ეს პროცესი დასრულდება 4 ოქტომბერს და ასევე მინდა ვთქვა, რომ 5 ოქტომბერს ჩვეულებრივად გაგრძელდება ხელფასების დარიგება, იქნება ეს საჯარო ინსტიტუტებში თუ მეზოები გაიტანენ იმას რა ქვია ნაგავს, ანუ ყველაფერი იქნება ისე რომ სახელმწიფო არანაირად არ ჩამოიშლება. მე ამახებ ამისი ღრმა რწმენა და თუ რა მაძლევს ამის ღრმა რწმენა შესაძლებელია ახლა დავითს არ მინდა რომ ბევრი დრო წავარდო და შემდეგ ვილაპარაკო ამაზე. კი, აუცილებლად გვაქვს დრო. თქვენ რას გვეტყვით ბატონ დავით? მოდი დავიწყოთ იმ განცხადებებით, რომელიც თითქოს რაღაცაით აი აშინებენ კიდეც მოქალაქეებს, რომ აი რეაგირება გვექნება უმკაცრესი, ყველას დავსჯით და ასე შემდეგ. მოგესალმებით. ჩემი აზრით ეს არის მათი შიშის გამოვლინება. განცხადებები, რომელსაც ეხა მოусმინეთ და ამ დღეების განმავლობაში უსმენთ, ეს არის შიში იმ ერთი თარიღის წინაშე, რადგანაც 4 ოქტომბერი ეს არის კულმინაცია იმ ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც მინიმუმ ვეთანხმები ლევანს 300 დღის უკან დაიწყო, დაწყებულია უფრო დიდი ხნის უკან. 4 ეს იქნება დღე, როდესაც თავისუფლების მოყვარული ქვეყნის ერთგული შვილები გადმოიბარებენ ხელისუფლებას, დაიბრუნებენ მიტაცებულ ხელისუფლებას და ქვეყნის აი უდიდეს ღალატში არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ამ დღეების განმავლობაში ყველანი ერთად ვხედავთ. ქვეყნის ღალატი აი ესე თვალსაჩინო და აშკარა ეს იყო აი ცნობილი განცხადების დღიდან დასაწყისი ამ ღალატისა. ეს ადამიანები არათუ მომავალს ართმევენ ამ ქვეყანას ლანგარზე დადებულს მიართმევენ ჩვენს მტერს. და ჩემის აზრით სწორედ მზაობა იმისა, რომ გადმოიბარონ მიტაცებული ხელისუფლება და აი ეს სულისკვეთება, რომელიც ტრიალებს დღეს ქვეყანაში, დაწყებული რიგითი ადამიანიდან, მათ რიგებში მყოფი ადამიანებით დასრულებული, ვისაც არ სურს მონაწილეობა მიიღოს აი ამ უდიდეს ღალატში, აი ეს შიში არის, რაც აძლევთ მათ საფუძველს და საშუალებას მუქარანარევი სიტყვებით ესაუბრონ ჩვენს მოქალაქეებს.
კი ბატონო, ბატონო დავით, თქვენც ესეთი მოლოდინი გაქვთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც აი როგორც ამბობენ 4-ში უნდა დასრულდეს. აი თითქოს რაღაცა მთელი ამ გრძელვადიანი პროცესის და პროტესტის კულმინაციად სახელდება 4 ოქტომბერი. აი ასე ხედავთ თქვენ სურათს, რომ არის ამის რესურსი და აი ეს მაინტერესებს, აი როგორ რაზე არის ეს დამოკიდებული, აი როგორ ხედავთ ამას თქვენ, აი ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და გავაგრძელოთ რა ხდება. ანუ ბევრი ადამიანი გამოსულა არაერთხელ ქუჩაში. ბევრი ადამიანი გამოსულა ქუჩაში გეთანხმები და იყო რაღაც კონკრეტული მოთხოვნები დაუშვათ არ მიიღოთ ან გააუქმეთ მიღებული კანონი, დანიშნეთ ახალი არჩევნები. დღეს მოთხოვნაც და ქმედებაც 4 რიცხვის აი იმ ადამიანების არის მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ. ეს არის მიტაცებული ხელისუფლების კონსტიტუციური გზით ყოველგვარი ძალადობის გარეშე დაბრუნება და არა დაბრუნების მცდელობა. არა ხანგრძლივი პროცესი 4-ში დაიწყება და 4-ში დასრულდება, ეს არის კულმინაცია და რატომ არის ეს კულმინაცია? ამას თავადაც კარგად გრძნობენ და იგრძნობა ყველაში. ამ დღეს და აი ამ პროცესს არ ყავს არც ორგანიზატორი მკვეთრად გამოკვეთილი, არც ლიდერი მკვეთრად გამოხატული, თითეული ადამიანი. აქ მონაწილე არ ყავს აქ მონაწილე შეიძლება გამხმოვანებელია, მაგრამ იმ დღეს ყველანი ერთად ვიქნებით ლიდერები, ყველანი ერთად ვიქნებით შემსრულებლებიც და ამავდროულად ორგანიზატორებიც. ნახეთ, ამას გძნობენ თავად აი იმ პროცესით, რაც თვითონ განახორციელეს. შეეცადნენ და დააკავეს ლიდერი მათი აი ესე აღქმით ლევან ხაბეიშვილი. ამან გამოიღო საწინააღმდეგო ეფექტი, ვერც დააშინა და უფრო მეტად გააძლიერა აი ამ პროტესტის და გამოსვლის სურვილი. შეეცდებიან და დააკავებენ ბატონ პაატას, დაგვაკავებენ აქტივისტებს, რიგითებს, როგორც მოლოდინი, რომ შესაძლოა რაღაც აი რაღა პრინციპში მიმდინარე კვირა. რადგან გამორიცხული არაფერი არ არის, რომ შეეცადონ, დააკავონ ბატონი პაატა, დააკავონ ლევანი, დავითი, ეს არ შეაჩერებს პროცესს და ის ადამიანების რიცხვი არათუ დაიკლებს, არამედ შესაძლოა მოიმატოს კიდეც. ამიტომ მაქვს რწმენა, რომ 4 ეს იქნება კულმინაცია, როდესაც რომელიც არ გადაიზრდება ხანგრძლივ რაღაც პროტესტების ტალღაში, ეს იქნება დღე, როდესაც თავად ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თავად ჩამოიშლება. კი ბატონო, ლევან, თქვენ რას ფიქრობთ? აი რწმენაზე, როდესაც საუბრობთ, აი რა მაძლევს იმ რწმენას, რომ შესაძლოა 4-ში მართლაც მოხდეს რაღაც აი რადიკალურ ცვლილებებს, რასაც გულისხმობთ, ხო? აი რა გაძლევთ ამის რწმენას? ორი ფაქტორი მაძლევს ამის რწმენას. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ყველა თვალნათლით დავინახოთ, რომ არა მარტო ბოლო 300 დღის, არამედ გაცილებით უფრო დიდი ხნის წინ რეჟიმმა დაიწყო რღვევა და ბოლო 300 დღეში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და თუ გინდა იმ ბოლო განცხადებების საფუძველზე, იმ დაჭერების საფუძველზე და იმ ზოგადი პროცესის საფუძველზე ხედავთ, რომ არასოდეს ქართული ოცნება არ ყოფილა ასეთი სუსტი, როგორიც არის ეხლა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად აი ეს დრო ჩავიჭიროთ და მთელი ადამიანები რომლებიც ცვლილებებისკენ ვართ მიმართულები, ეს აი ამ მომენტით ვისარგებლოთ და მეორე, ეს არის ჩვენი გამოცდილება და ჩვენი სიმრავლე. ჩვენ გამოცდილებაზე უკვე ვილაპარაკე, ყველა თაობა მივიღეთ გამოცდილება, დაწყებული ცემატყებით, დამთავრებული ხანგრძლივი აქციებით, მოკლე აქციებით და ასე შემდეგ, გამოცდილები ვართ, ვინც ერთმანეთს ველაპარაკებით, რუსთაველზე იქნება თუ სახლში იქნება თუ ტელეფონით თუ ნებისმიერი კომუნიკაციის უზარმაზარი ფორმები არსებობს, უზარმაზარი რაოდენობა ერთმანეთში ვსვლით ინფორმაციას, საკმარისად ღია სხვათა შორის და ეს მაძლევს განცდას, რომ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი სიმრავლე არის გარანტია იმისა, რომ 4-ში ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და სიმრავლეს რაც შეეხება მე მაგ განცდა და იმედი რომ ვიქნებით ათეულობით 1000 ადამიანი 4-ში
ხოლო ვინც რაღაცა გარკვეული მოსაზრებების გამო ასეთი მოცნის რეჟიმშია და უყურებს რომ იცი რა გავალ ან არ გავალ, მე მათ მინდა მიმართოთ და ვუთხრა რომ მეგობრებო, გამოდით 4-ში, ანუ იმ 100,000 პირობით ადამიანს დაემატეთ, იმიტომ რომ ვწოვებთ მარტო ფაქტიურად, ჭყალებში რა შევასრულებთ, პირობითად რა თქმა უნდა და მეტაფორულად, მარტო საბრძოლოდ ვტოვებთ ჩვენ და ჩვენ თუ ერთად ვიქნებით 4-შივე ეს დასრულდება. ჟანრის კლასიკა არის, ასე დასრულდა ნებისმიერი უახლოესი პერიოდის ჩვენს გარშემო და უკრაინაში და მოლდოვაში ასე დასრულდა რაოდენობა განსაზღვრავს იმას 4-ში დასრულდება. აუცილებლად, იცით რა. რა რაოდენობა იქნება გამოვიდეს, რომ მაგალითად ივანიშვილის სახლში წავიდეს. ანუ იცით რა როგორ არის, ახლა მე თუ მკითხავთ, მე არა ვარ რა თქმა უნდა ვთქვათ ექსპერტი და მე არა ვარ ორგანიზატორი, მაგრამ ჩემი გამოცდილება და გადახედვა ასევე ლიტერატურის გაცნობა რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, ან უკრაინაში ჩემი ყოფნა, ან მოლდოვაში ჩემი ყოფნა, სხვადასხვა პერიოდში ნამყოფი ვარ და დაკვირვებული ვარ ამ პროცესებს, ხო? ეს მაძლევს, ესე იგი, განცდას, რომ ჩვენ რეალობაში პროცენტულად რო გადმოვიტანთ, აი მაგალითად 10,000 ადამიანი, რომელიც არის მებრძოლი და ბრძოლისთვის, მშვიდობიანი ბრძოლისთვის, მედგრობისთვის მზად, საკმარისია ნებისმიერი ჩვენნაირი ტიპის რეჟიმის დასამთავრებლად. თუ ეს იქნება 100,000, ეს პრაქტიკულად გამორიცხული არ არსებობს მთავრობა, რომელიც საქართველოში 100,000 ადამიანის ზეწოლას გაუძლებს, ოღონდ ძალიან სერიოზულ ზეწოლას და არ არის ლაპარაკი, აი გავიდეთ, ვიდგეთ და კიდე 300 დღე და ამაზედაც მინდა ვთქვა ზოგიერთ ჩემს კოლეგას აქტიურ მოქალაქეს აქ ესეთი განცდა რომ მათ შესაძლებელია ფინანსური რესურსებიც კი აქვთ და ამბობენ რომ იცი რა რეჟიმი მორყეულია და უკვე ინგრევა და მოდი დაველოდოთ და ის დაინგრევა შესაძლებელია ოდესღაც ის დაინგრეს მაგრამ კიდე 300 დღე დგომის რესურსი საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობას აბსოლუტურად არ აქვს და ენერგეტიკული რესურსი ფსიქოლოგიური განწყობა არის ისეთი რომ ჩვენ ახლა კიდე 300 დღე ვერ დაველოდებით და კიდე ბიზნე ივანიშვილის ტრუკებს ვერ დაველოდებით ამიტომ ეს ორი ფაქტორი როგორც გითხარით ეს არის ჩვენი სიმრავლე არსებითად მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა და ჩვენი გამოცდილება და სისუსტე რეჟიმის. აი ეს არის რომელიც მაძლევს მე ღრმა რწმენას რომ ეს მალე დამთავრდება. კი ბატონო, ბატონ დავე, თქვენ რას ეთყოდით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ შეიძლება ვერ ჩამოყალიბდნენ, არ გადაუწყვეტიათ მივლენ თუ არა 4-ში 4 საათზე რუსთაველის გამზირზე. ვეთყოდი ერთადერთ სამშობლოს სიყვარული ეს არის ბუნებრივად ჩვენი ქართველების ბუნებრივად გენეტიკურად ჩვენში ჩამჯდარი მოთხოვნილება სამშობლოს დაცვა ეს არის ვალდებულება თითოეული ჩვენთაგანის სახში ჯდომი და უმოქმედობით ეს ადამიანები მხოლოდ ხელს უწყობენ რეჟიმს რათა მათ კიდევ რამდენიმე დღე ან კიდევ რამდენიმე კვირა ეცადონ ამ ქვეყნის მომავლის ბოლომდე მოსაკლავად. მათ ვეთყოდი ერთ რამეს მათი უმოქმედობა დღეს იწერება ისტორია და მომავალი ამ ქვეყნის. მათი უმოქმედობა ეს იქნება ხელშეწყობა აი იმ სამშობლოს დიდი ღალატისა, რომელსაც ჩადის დღეს რაღაც პატარა ჯგუფი და დააკვირდით ხალხნო, რის გამო ეს თვალნათლივ განაცხადა ორგანიზატორმა ამ ყველაფრის, ბატონმა ბიძინამ, მან თქვა, რომ ყველა მისი ქმედება და ძალაუფლებაში ყოფნა განპირობებულია ერთი მიზნით, თავისი ქონების დაცვით. იგი იღვიძებს ყოველდღიურად ფიქრობს და მოქმედებს, რათა თავისი ფული დაიცვას. ქვეყნის გაყიდვაც არის ერთი ადამიანის რაღაც სიკეთის შენარჩუნების მცდელობა. ბატონი ბიძინა ხვალდაზეგ მან ამის გამო სხვანაირად გადალაგება რომ მოინდომოს. სად აღმოჩნდებიან თავად ისინი. ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყნის არის ის ადამიანები, ვინც უმოქმედობით ხელს უწყობენ ხოლმე ხშირად ასეთ პიროვნებებს ამ ქვეყნის მომავლის მოკლისთვის. დაფიქრდით, ეს გეხება თითოეულ თქვენთაგანს და არ ეხება მხოლოდ შვილებს და მათ მომავალს. მე ლევანს თქვენ დღეს გვინდა და არა შვილებს უნდა გადავანდოთ, რომ ისინი მაინც მოესწრებიან რამეს. არა, ჩვენ უნდა მოვესწროთ და ჩვენ უნდა შევუქმნათ წინაპირობა იმ შვილებს ბედნიერი მომავლისთვის და ჯანსაღ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის.
მიმართვისთვის ერთ რამეს დავამატები, ესეთი პოზიტიური კუთხით შევაბრუნდები საკითხს და ვეტყოდი, რომ ყველა ვინც გრძნობს და ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის ისტორიული მომენტი. ნუ გამოვტოვებთ ამ ისტორიულ მომენტს და საქართველოს ახალი ფურცლის შენება უთქვენოთ ნუ ჩაივლის. ეს მაინც მოხდება და ხომ ჯობია რომ იყოთ თანამონაწილე, იყოთ მოვლენების ცენტრთან ახლოს და თქვენ იყოთ ახალი საქართველოს შექმნის სადავეებში, იმიტომ რომ მე არ იყოს ლაპარაკი რომ იცი რა, ამდენი ხანი ვიდექი და ამ დროს არ იდექი, არა. ეს არის ამის შანსი. რა თქმა უნდა, არა მარტო შანსი, არამედ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. თავარია ვიყოთ ბევრნი და არ არსებობს კიდევ ერთხელ მთავრობა, რომელიც 100,000 მოქალაქის ზეწოლას გაუძლებს. სოფლიოში არ არსებობს ეგეთი მთავრობა. უბრალოდ უნდა ვიყოთ გამოცდილები, გამოცდილება გვაქვს კარგად, უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და ვიცით რას ვაკეთებთ და უნდა დათოს ვეთანხმები, გვაქვს ერთი კონკრეტული ამოცანა. წადით. არავით არის მოლაპარაკებები, არავით არის. წადით, თქვენ ხართ სიმსივნე და თქვენ უნდა ამოიკვეთოთ. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი ეთერის სტუმრები. მადლობა ჩვენს სტუმრებს. ახლა ჩვენ დღის ამბებში გვაქვს მცირე სარეკლამო პაუზის დრო.